320,000 საჯარო მოხელე ყავს დღეს ქვეყანას. 320,000. საიდანაც აი წარმოიდგინეთ 86,000 არის მუნიციპალურ აიპებში. ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე საჭიროა და ბევრი დასკვნადებულა. 163,000 არის სახელმწიფო აიპებსა და სიპებში. 40,000 თანამშრომელი სახელმწიფო კომპანიებშია, მსგავსად მაგალითად Plexi Arena. რატომ უნდა იყოს იქ დასაქმებული ასობით თანამშრომელი წარმოუდგენელი 40,000-მდე საკრებულოებსა და მერიებში დასაქმებული. ეს ჯამში 320,000, რომელიც არის შედარებისთვის მაგალითად სლოვენიასთან თუ შევადარებთ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და დაახლოებით მოსახლეობით იმდენივე არიან სლოვენიაში, რამდენიც ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობა, ხო, 4-ჯერ მდიდარია ვიდრე ჩვენ, 160,000-ია. ბიუჯეტი აი ამ 320,000-ის შენახვა, იცით რა უჯდება სახელმწიფოს? 4 მილიარდი ლარი წელიწადში. რაც საერთო ბიუჯეტის 16%-ია, 15-16%-ია. 3 მილიარდ 500 მილიონი უჯდებოდა შარშა წლის ბოლომდე, ეხლა გაზარდეს. ერთის მხრივ, შენ საკუთარი ხალხიდან ამოღებული ფულით მილიარდებს ხარჯავ წელიწადში, რომ მე ესენი მოიმსახურო ისე როგორც შენ მოგისურვება და დაწმუნებული ვარ ეს ადამიანები არჩევნებამდე მაგალითად დასკნენ და გადაწყვიტეს, ხო, რომ აი 3 მილიარდ 500 მილიონს ვუხდით ჩვენ ხელფასების სახით საჯარო მოხელეებს, რომლებიც მიაჩნიათ საკუთარ პარტაქტივად, ხო? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რომ 4 მილიარდს რო გადავისვრით, ამ ადამიანებმა ჩვენ არ მოგვატყვილო. და მოვიფიქრეს ის რაც მოვიფიქრეს. აი ეს გამჭირვალე ბიურეტენი ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად გაიკონტროლებია. პარალელურად სახდელებს აკისრებს. ანუ ეს პარალელი მინდოდა გამევლო. ერთის მხრივ თქვენსა და ჩემსავე ფულს მილიარდს 4 მილიარდია საჯარო მოხელეებში იხარჯება 320,000 საქართველოს მოქალაქეზე, რომელთა უმრავლესობა ყველას არ ვამბობ. ჩამორთმეულია შესაძლებლობას გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მას სურს. გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა თვალსაზრისით, უნდა რუსთავის გამზირზე გამოსვლა ვერ გამოდის.